მეგობრებო, დღეს ვიმყოფებით რუსეთის არმიის თეატრში, ასე ქვია, აი ამ უდიდეს შენობას. ეს არის საბჭოთა ეპოქაში შექმნილი უდიდესი შენობა. დღეს სამამულო ომთან დაკავშირებით გაიმართა ღონისძიება. Я спрашивал, а кто ты был, когда вот взял автомат? Сварщик, учитель, тракторист. Армия-то она откуда берет силу? Она тоже берет с трудовых коллективов. Огромное количество людей сегодня ушли, взяли оружие и защищают страну. Михаил Ловини, социалистური შრომის გმირი და რუსეთის სიმამაცის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ეგიდით ჩატარდა ეს ღონისძიება და უნდა ითქვას, რომ დღეს ყველგან არის აი განწყობა, გამარჯვების განწყობა, სამამულო ომთან დაკავშირებული განწყობა. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ საქართველოსთან დელეგაციები ამ ღონისძიებაში ნაკლებად არის, მე კი მიმიწვიეს, მაგრამ მე მინდა რომ იყოს უფრო მრავალრიცხოვანი ჩვენი დელეგაციები. დღეს ჩვენ აქ ამ ღონისძიებაზე არის ასევე ჩვენი სასიქადულო ქართველი ქართულ-რუსთა ხალხთა ერთობის პრეზიდენტი ბატონო ვლადიმერ მობძანდით. მოგესალმებით ბატონო ვლადიმერ. ბატონი ვლადიმერ ხომერი კი წარმოადგენს ყველგან საქართველოს ინტერესებს და ამ ღონისძიებაზე აქ არის და რა სიტყვით ბატონო ვლადიმერ? რა სიტყვით აი ამ ღონისძიებაზე მიხაილ ლოვინის ეგიდით ჩატარდა 90 წლის იუბილეა მისი ამ პიროვნების და რა ვიცი აი ძალიან ისეთი განწყობა ამაღელვებელი. მარტო იუბილეი კი არა, ლოვინი არის სოციალური შრომის გმირი. დღეს არის გამარჯვების დღე. მაშინ ხელი მოეწერა და 9-ში აღნიშნავთ ჩვენ ყველა რუსეთში გამარჯვების დღეს. დიდი ზეიმი არის. დღეს ამ დარბაზში 2000-ზე მეტი ხალხი იყო დაპატიჟებული. აგერ თქვენ ხედავთ, ეს უბრალოდ ერთი პატარა დარბაზია, სადაც იმის მერე ზეიმობს ხალხი ცოტ-ცოტას. მე მინდა ვთქვა, რომ ეს დიდი სერიოზული ორგანიზაცია, სადაც იკრიფებიან რუსეთის გმირები, სადაც იკრიფებიან რუსეთის შრომის გმირები, კიდო, ვინც აი როგორც თქვენ იყავით დაჯილდოებული ამ დიდი ჯილდოით, რომელიც დაგეჯილდოვათ დღეს ტრუდამაედობის რასი რომ ქვია, აფასებენ შრომის ხალხს და ვინც დიდ შრომას მეიტანს და შეიტანს აი განვითარებისთვის რუსეთის საქართველოსთვის და თქვენ საკეთებთ მაგას დიდი საქმე. იმიტომ მოვესალმებით აქ ყველას აქ ხედავთ აი გენერლები, რამდენი ხალხია, პროფესორები, აკადემიკოსები, აი დამსახურებული ხალხია ყველა ამ ღონისძიებაზე და დიდი პატივსცემაა რომ ჩვენ საქმად და ჩვენც ვადიდებთ ჩვენ საქართველოს მათ ხალხს. Живи, родная, русская земля, благослови Господь тебя, Россия. В первую очередь поздравляем день рождения, 90-летием вам. Все благ, наилучшего, здоровья. Что вы можете сказать на сегодняшний день? За светлое будущее нашей России. Вместе с грузинами. Большое спасибо. დღეს აქ გაიმართა მიხეილ ლოვინის სოციალისტური შრომის გმირის და ორგანიზაცია რუსეთის მამაცობის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ღონისძიება, რომელსაც 90 წელი შეუსრულდა 8 მაისს და დღევანდელი ღონისძიება ეძღვნებოდა სამამულო ომის წყინვალე გამარჯვებას სამამულო ომში და უამრავ ადამიანმა მოიყარა თავი გენერლებმა, პოლკოვნიკებმა, პოლიტიკოსებმა, სახელმწიფო წრეების წარმომადგენლებმა
და პატივი ხვდა წილად რომ დღეს ამ ყველაფერს მეც დავსწრებოდი. საზეიმო ღონისძიება იყო საკონცერტო ნომრები, ძალიან ესეთი გუმხურვალე გამოსვლები და უნდა გითხრათ რომ იგრძნობა ეს 9 მაისო განწყობები ყველგან თითქმის ყველა ქალაქში, დაბასა და სოფელში არის ღონისძიებები. ბევრს გონია რომ ეხა დრონების გამო რუსეთი 9 მაისს არ დღესასწაულობს, რაღაც გარკვეული შეზღუდვები არის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ქვეყანა ომში არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი არ დღესასწაულობს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს. როგორც მაშინ რუსეთი იბრძოდა და ჩვენც ვიბრძოდით, მაშინ მთელი ცივილიზებული სამყარო დღესაც თანამედროვე მსოფლიოში ფაშიზმის წინააღმდეგ მიმდინარეობს ბრძოლა. გილოცავთ 9 მაისს, გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს.